4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ადამიანები ემზადებიან როგორც ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში, ასევე ქვეყნის გარედან სხვადასხვა მიმართვები ვრცელდება ყოველდღიურად ემიგრანტების, რომ ისინი აპირებენ ჩამოსვლას 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველზე დასადგომად და ასევე ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა გუშინ ყოფილი ძალოვნების, რომლებიც მათ მოქმედ კოლეგებს მიმართავენ, რომ არ აღმართონ ხელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და ეს ყველაფერი 4 ოქტომბრის მიმართ ეს დამოკიდებულება გააჩნია სწორედ იმან, რომ 13 წლის მანძილზე პირველად აღიარა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან მარცხი და მათ შორის ლევან ხაბეიშვილის, რომელიც სიტყვის გამო დაატყვევა ივანიშვილმა სწორედ ამ ძალოვნების შიშით მათ შორის, როდესაც ლევან ხაბეიშვილი $200,000 ჯილდოს ირდებოდა ყველა იმ გედედეს თანამშრომელს, რომელიც არ შეასრულებდა უკანონო დავალებებს და ეს სიტყვები არის ძალაში, დიახ, $200,000 ჯილდო ყველა ამ ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს ქართულ ხალხს და დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი, დიახ, ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან რევოლუციას.